ბათუმში რუსთაველის 7 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს მემორიალური დაფა განთავსდა. 1913 წელს ამერიკის საკონსულო სწორედ ამ მისამართზე მდებარეობდა. მემორიალური დაფის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ 18 ივნის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე მიიღო. გახსნის ცერემონიალს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აჭარის, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, მინისტრები, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის ვიცემერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მემორიალური დაფის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯები ამერიკის საელჩომ გაიღო. This event is important for three reasons. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი სამი მიზეზითაა. პირველი, ჩვენ ამ ფაქტით პატივს მივაგებთ ჩვენს იმ კოლეგებს, დიპლომატებსა და კონსულებს, რომლებიც ბათუმში 100 წლის წინ მსახურობდნენ. მეორე, მემორიალური დაფის გახსნა ბათუმის როგორც საერთაშორისო ქალაქის დაბრუნებაზე მეტყველებს. ქალაქის, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალ აბრეშუმის გზაზე. და ბოლოს, ფაქტი მნიშვნელოვანია ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის. მაშინაც კი, როდესაც საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. ეს იმიტომ, რომ საქართველოს მაშინ ქონდა ქალაქი, სადაც ამერიკის საკონსულო მდებარეობდა. ჩვენ ჯერ კიდევ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქონდა მე-19 საუკუნის მიწურულს და მინდა დავაფიქსირო, რომ დღევანდელი დღე ჩვენი ურთიერთობის კიდევ ნათელი მაგალითია იმ ურთიერთობის, რასაც ქვია პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.